მოგესალმებით და ეხლა ეს დაპირებული ვიდეო გაკვეთილი, რომელიც შეგპირდით. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ აწმყოსრული დროის შესახებ. არა მარტო აწმყოსრულის, მაგრამ ეს არის საკვანძო საკითხი და მინდა მიაქციოთ ყურადღება, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი დრო არის ინგლისურში. იმიტომ რომ თუ ეს დრო ვიცით ზედმიწევნით კარგად, მაშინ უკვე არც ერთი დრო პრობლემას აღარ წარმოადგენს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა თქვენგანმა საკმაოდ კარგად იცის ეს დრო, მაგრამ მინდა რომ აქცენტები გავაკეთო სხვადასხვა მიმართულებით და ძალიან გთხოვთ ყურადღებით მოვისმინეთ. აწმყოსრული დრო გამოხატავს სამ რაღაცას, ანუ მას აქვს სამი გამოყენება. მაგრამ სანამ შევეხებით ამ გამოყენებას, მოდი ვისაუბროთ რა არის თქვათ, რა არის ფორმულა აწმყო დროის. აწმყო დრო იწარმოება have, has დამხმარე ზნებს პლუს ზმნის მესამე ფორმით. რა თქმა უნდა იცით, რომ has-ი მხოლობითი რიცხვის მესამე პირში გამოიყენება. ეხლა მოდით შევთანხმდეთ რა უბრალოდ ვისაუბროთ იმაზე, თუ რა არის აწმყოსრული დროის გამოყენება. რისთვის გჭირდება ის? პირველ, აწმყოსრული დრო გამოხატავს მოქმედებას, რომელიც მოხდა წარსულში, ანუ მოქმედება მოხდა წარსულში და მისი შედეგი გვაქვს აწმყოში. მაგალითისთვის მოვყვანოთ ესეთი მაგალითი, რომ აი თქვენ დაწერეთ დავალება და მაჩვენებთ, რომ დავალება დაწერილი გაქვთ. დაწერილია დავალება. ესე იგი I have done my homework. აი აქ ყურადღება მიაქციეთ, რომ პროდუქტი, ანუ შედეგი აწმყოში გქონდეს. თუ თქვენ დავალებას ვერ მაჩვენებთ, მაშინ შესაბამისად ანუ შედეგს ვერ მაჩვენებთ, ამ დროს ვერ გამოვიყენებთ. ასევე მაგალითად დედამ ნამცხვარი გამოაცხო. Mom has made a cake. ამ წინადადებას ვიტყვით იმ შემთხვევაში, თუ ნამცხვარი სახეზე გვაქვს. ანუ ხედავთ მის რაღაც ნაწილს მინიმუმ მაინც. კარგით. ეხლა გავადავიდეთ მომდევნო მეორე გამოყენებაზე. აწმყოსრული ასევე გამოხატავს პიროვნების ცხოვრებისეულ გამოცდილებას. აი რა გაუკეთებია, რა გაგვიკეთებია, რა გვინახავს, ვის შევხვედრილ ვართ, რა გაგვიგია და ასე შემდეგ. ძალიან გთხოვთ აქ მიაქციეთ ყურადღება თარგმანს. ნახე, ეს არ არის ერთჯერადი ამბავი, რა გავაკეთე წარსულში. არამედ რა მიკეთებია, რა მინახავს, ვის შევხვედრილ ვარ. მაგალითისთვის, ავიღოთ ვიღაც პიროვნება ვთქვათ, ცნობილი ადამიანი, რა ვიცი, ახლობელი, რომელსაც ბევრი დიდი გამოცდილება აქვს ცხოვრებაში სხვადასხვაგვარი. და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას უმოგზაურია ბევრი ერთ-ერთი ესეთი წინადადება. So she has traveled a lot. მას უმოგზაურია ბევრი. Ana ასეთი წინადადება. They have met some famous people. ისინი შეხვედრიან რაღაც რაოდენობის გარკვეულ ცნობილ ადამიანებს. ანუ კიდევ ერთხელ გამოვარდებით ცხოვრებისეული გამოცდილება. და როგორც ვთქვით, მესამე გამოყენება ეს გახლავთ მოქმედება, რომელიც დაიწყო წარსულში და რომელიც ახლაც გრძელდება. ახლა მე თქვენ ყურადღებას შევაჩერებ იმაზე, რომ წესით და რიგით გაგრძელებული მოქმედებები განეკუთვნება
განგრძობით დროებს, ანუ განგრძობითი დროის პრეროგატივა. მაგრამ აი რატომ ვიყენებთ აწმყო სრულს, ახლა ვეგეთყვით. ეს ეხება იმ ზმნებს, რომლებსაც განგრძობითი არა აქვს. და აქ კიდევ ერთხელ დაგჭირდა სტატივობის, ანუ უძრაობის, მუდმივობის აღნიშნული ზმნები. ზმნები, რომლებსაც განგრძობითი არა აქვს. აი მაგალითისთვის ახეთ რამე ვიღეთ? მე მაქვს ეს ველოსიპედი 2 წელია, 2 წლის განმავლობაში. ესე იგი, აი ეს ველოსიპედი ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა წარსულში და ეხლაც მაქვს იგი. ქონა ყოლა არის ზმნა, რომელსაც განგრძობითი არ აქვს. შესაბამისად, მას გამოხატავს აწმყო სრული. მოდი მოვიყვანოთ მეორე მაგალითიც. ალბათ აქ მაინც ვერ ჯობია, მაგრამ არა უშავს. She has known Peter since they started at school together. ანუ ისიც knows Peters, მას შემდეგ იქიდან მოყოლებული, რაც ერთად სკოლაში სწავლობდნენ. ანუ აქაც no არის ზმნა, რომელსაც განგრძობითი არა აქვს. იმედია გავიგეთ. ეს არის. ეხლა მოდი შევაჯეროთ აწმყო სრული და წარმოგიდგინოთ იგი დროის ხაზზე. აწმყო სრული დროის ხაზზე შემდეგნაირად არის წარმოდგენილი. ჩვენ ვიცით, რომ ეს მომენტი არის ამ წუთში რავშვებით present continuous-ი. ამის ირგვლივ რაც ტრიალებს, ეს არის present simple. ზოგადად რა ხდება აწმყო დროში, ანუ წარსულშიც ესე იყო, ეხლაც მომავალშიც საერთოდ რა ხდება ხოლმე. აქეთ გახლავთ წარსული და აწმყო სრული აი არის აი ეს. აი აქ. ანუ რა დავინახეთ ჩვენ, რომ აწმყო სრულმა გადაფარა 2 დრო. და ეხლა კაფიოდ და კარგად დავიმახსოვროთ. აწმყო სრულს ვერაფრით ვერ გამოვიყენებთ. გარდა იმ სიტუაციისა, სადაც არა გვაქვს ამ 2 დროის, წარსულისა და აწმყოს კავშირი. სამივე გამოყენებას რომ გადავხედოთ, დააკვირდით, პირველი იყო მოქმედება წარსულში და შედეგი აწმყოში. ანუ აერთიანებთ წარსულსა და აწმყოს. მეორე იყო ადამიანის ცხოვრებისეული გამოცდილება. ანუ აქაც ცხოვრებისეული გამოცდილება რას ნიშნავს? წარსული ბავშვობიდან დღემდე, აი რა მეხსიერებად გვაქვს, აი რაც შემოგრჩა გონებაში, ყველაფერი არის ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილება. წარსულიდან დღევანდელობამდე. და მესამე მოქმედება დაიწყო წარსულში და გრძელდება ახლაც აწმყოში. ანუ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აწმყო სრული დრო გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, სადაც ამ 2 დროის აწმყოსი და წარსულის კავშირი გვაქვს ერთმანეთთან. ეხლა საბოლოო დეტალები, ზმნის ზედები, რომლებიც გვხვდება ხოლმე აწმყო სრულ დროში.